რა მინდა ვთქვა, ჩვენ ამ პრობლემას სხვა კუთხით უნდა შევხედოთ, რომ ყოველი ჩვენგანი შევადგენთ ერს, ხო? და მით უმეტეს ეს არის მართლმადიდებლური ქრისტიანული ერი. ჩვენ ამ ადამიანებს უნდა შევხედოთ ყველამ ერთად, როგორც ჩვენი რაღაცა თავისი ამ დიდი ადამიანური თვისებებისგან მოკლებულ არ მინდა დაკნინებული ფორმით ხო რომ ავანტყოფი არა, რაღაცა არა, ავანტყოფი არა არის. იცით, უბრალოდ გამოხატულია ძალიან დიდ ფორმებში, გესმით? დიდი დოზით არის გამოიხატა. უყურებთ მერე, მეტი რაღა უყურებთ. გესმით და ეს უკვე პირდაპირ განცდაზე წავიდა ადამიანების ცხოვრებაზე, მდგომარეობაზე, ასე შემდეგ. აი, მანდვე ერთი წამით მომისმინეთ, მანდვე და გააგზავნეთ უკაცრავთ, რომ გაწყვეტინებთ. 4 შვილის მამა ვარ, მე და ბიძინაც რა. ბავშვი რო ჩაბჟირდებოდა ხოლმე ძალიან. ერთი ტაკოზე მოცხებდი ხოლმე ესი და გაჩერდებოდა რა. გამოიშუქებდა, რომ ჩაბჟირდებოდა და ეხლა ჩვენ როგორ გავაკეთოთ მითხარით? პოლიტიკაში მოცხება წამგებიანი, აი რაშია საქმე. პოლიტიკაში მოცხება წამგებიანა. თან ესენი უკვე არა, მაგ მოცხებაზე არ ვამბობ, მაგრამ ზრდასრული ხალხი, აი სასაკობრივი მომენტი კი მართალია ახალგაზრდები, მაგრამ უკვე ზრდასრული არიან. ხო და არ უნდათ, რა უნდათ რომ აქ ბავშვობაში უკვე რაღაც მომენტებში იყო სისუსტეები დაშვებული, ეხლა ამის გამოკვლევა უკვე რა უყურთ რეცეპტი, რა უყურთ გიძებთ ძალიან მარტივია. ნებისმიერი ასეთი რთული პრობლემა, რომელიც წარმოიქმნება ქვეყანაში, ეს იქნება პოლიტპატიმრების მომენტი, იგივე დავუშვათ რუსი იქნება თუ სხვა გარეშე მტერი, რომელიც აი ესე ძალადობის მომენტით შემოდის ქვეყანაში რაღაცა, ასეთ რამეზე ცალკეული ჯგუფების სახით კი არ უნდა მოხდეს პროტესტის გამოხატვა. აი როგორც თქვენ ერთხელ მშვენიერი აგაშენოთ, ღმერთმა აგაშენოთ. გამართეთ ღონისძიება სტადიონზე, ხო ნახეთ რა მშვიდად იყო ყველაფერი, ლამაზად იყო. ცოტა ეს ჩვენი ლიდერების მოსვლა იმ რომის იმპერატორების გამოცხადებას მაგონებდა, მეტი იყო. ეს ძალიან რეკლამირებული იყო. საერთოდ ასე სტადიონზე არის ესეთი ემოცია. სტადიონზე მოსულა. გვინი და აი გითხრათ ნახეთ პოლიტიკაში როგორ ვაგებთ ადამიანები. ჯობია ყველა ერთმანეთი თანაბარ მდგომარეობაში დავაყენოთ, უფრო გვეყარება ერთმანეთი. არ იქნება ის ამბიციები, რაც აქვს პოლიტიკოსებს დავუშვათ ოპოზიციაში და მთავრობაში, ესეც გაქრება ეს, აი პირადობის წამოწევის მომენტი, გესმით? თანაბარ მდგომარეობაში დავინახოთ ჩვენ ერთმანეთი და საზოგადოებამ უნდა აი ეს პრობლემები რაც დღეს არის ეს არ იქნება რა. მოდი ერთ რამეს კითხავთ ხალბატონო, ერთ რამეს კითხავთ, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ. მე არ ვკითხულობ თქვა რომელიმე პარტიის აი მე ბიძინა მან ვინმე აი ეგეთმა საზოგადოებამ რომელსაც მეტნაკლებად ხერთა შედარებით ენდობით საზოგადოება რო გავაკეთოთ სადაც თქვა რომ სადაც ვიტყვი და ხმა ღვთისა და ხმა ერისა და ეგეთ რამებზე რო გვერდზე დადგომა გთხოვო დაგვიდგებით გვერდზე ეს თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დაგიდგნენ ასეთი მოწოდება როცა კეთდება გვერდით სხვათა შორის მე ხლა მომეწოდა დღევანდელი მათი გამოსვლებით თქვენს რომ აი კონსტიტუციის პროექტებზე მუშაობენ ხო და თქვენს რომ მოდით რა თქვენს მოიტანეთ ნებისმიერმა მოქალაქემ ეს ძალიან კარგია იცით თუ ისინი ობიექტურად რეალურად მე მოვისურვებდი რომ ასეთი სერიოზული საკითხები რაც ჩვენს მომავალ ყოველდღიურ ცხოვრებას გადაწყვეტავს ყველა ნებისმიერი ბავშვის დაბადების და მისი ბედნიერების მომენტს გადაწყვეტავს ასეთი საკითხები საჯაროდ უნდა იხილებოდეს ჩემო კარგო ის კი არა სამე კაბინეტში დაждდება 5-6 კაცი და განიხილავს ეს არის ჩვენი საათბებო ეს საჯაროობა მიეცით ამ ხელა საშუალება მოგწვა ღმერთს ამდენი ტელევიზიები არსებობს ამაზე მე საქვეყნო ისტორიულ საქმეს ვერაფერს ვერ გააკეთებ დამეწუნეთ რა ოღონდ საჯესთან თვითონ არ უნდა დაждდნენ საჯესთან საზოგადოება უნდა და ხო აცხადებენ არა ისინი რომ საჯაროდ გააკეთეს ეს საზოგადოება ქალბატონო თქვენ ხო დაიჯერეთ ჯერა თუ არ მჯერა მე ეს ჩემს სისუსტეც ჩავთვლი რო არ მჯერა მე არ მჯერა მაგრამ მოვითხოვოთ ის აი თუნდაც ეგ მოვითხოვოთ სტადიონზე ერთხელ ამისთვის შევკითხოთ რომ ეს პოლიტპატიმრები გამოუშვით და აი ესე 7 ტონით ადამიანური შეკეთება იმდენი სიკეთე მოდის როცა ასეთი მიდგომით უდგებით ერთმანეთს ის წინდისზე ვარდება გესმით მორალური მხარე იღვიძებს ისეთი აი ხლა ქალბატონო ერთ რამეს ჩავერთვები ვაპატიეთ რომ ეგ რომ მოვითხოვეთ მაშინ პატარა ბავშვიც იყო ბავშვები რო იყო და დაგვიშინეს ტყუები პირადად ეხლა მეც იქ ვიყავ ეხლა მაგრამ მოდით ეხლა და მე ეხლა არა ის კონსტიტუციაზე რომ ძალიან კარგია მაგრამ ეხლა კანონის განხილვა რომ მიდის რომ აი ეს რეზინის
პლასტიკური და ის რეზინის ტყუების საკანონებაზე რა ერთ მაგაზე აი მოდით ვიყოთ ცოტა ობიექტური ეგ არავის არ მოეწონება არც ნორმალურ ადამიანს რომ სიცხლე დაიყვაროს სიცხლე ერთი წვეთი არ უნდა დაიყვაროს სწორედ ამაზე უნდა იყოს მუდმივად აქცენტი დიპლომატია რისთვის გვინდა იცით რომ აი ეს ფიზიკური შეურაცხყოფის მომენტი მორალური სიტყვიერი ეს არ უნდა არსებობდეს ორივე მხრიდან დიპლომატიაზე საუბრობთ მუდმივად მორალურ მხარეზე ზეწოლას გააკეთეთ ინტელექტუალურ მხარეზე ის გინდა თუ არ გინდა თქვენი გავლენის ქვეშ მოექცევა გესმით იმიტომ რომ ის სინდისი ყველა ვარიანტში ადამიანში ღმერთი რას ამბობს რომ თქვენ მე ძალიან კარგად იცით მე ვინა ვარ მაგრამ თქვენ არ გინდათ მე დამინახოთ გესმით რას ამბობს ანუ ადამიანი ამაში არის მისი ამ პარტავნებას როდესაც თვალს ხუჭავს იმ სიწმინდეზე რაც მასშია ღვთიური და აი თქვენ რო სინდისზე მუდმივად მიუვდით ის უნდა თუ არ უნდა მაინც გაიღვიძეს მასში ეს სინდისი გამიგეთ თქვენ თუ დაუკვირდებით ეხლა ხო აი პოლიტიკოსები რო გამოდიან მათი ფსიქიკა უკვე შეცვლილია აი თქვენ რატოთაც ოპოზიციის მხარეს ვინც აღართ ხო ანუ ოპოზიცია ცოტა უხეშად დღეს ძალიან გამაღიზიანებულად ხეს იცით თქვათ რომ რიგითი მოქალაქეები ვართ რა და ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ქრისტიანები ვართ ქრისტიანული სიყვარულით მიუდგეთ ყველაფერს იცით ეს რა შვება ეს ათანაბრებს ყველაფერს რა აურა მთლიანად იცვლება აი ეკლესიებში დაუკვირდით მოძღვრების ქადაგებას ხო მუდმივად მოუთითებენ რომ ჩვენ არაფერი არა ვართ ერთადერთი არის მამა ღმერთი წმინდა სამება რომელმაც შექმნა სამყარო და ჩვენ მივყვეთ მათ დარიგებებს ეს ოპოზიციამ უფრო მეტი უნდა გაიგონოს ვიდრე ხელისუფლება ოპოზიციას ამ შემთხვევაში ჭირდება მეტი დიპლომატია ურთიერთობის გესმით რა შესაქმე ანუ მე რას ვამბობ მარტივად როგორ გადაწყდება საქმე ნახეთ ნებისმიერი დიდი საკითხი რაც ყველას ვაწუხებს დამეწუნეთ რომ თავრობასაც აწუხებს იმიტომ რომ იმას ერთი კითხვა და დავამთავრე ქალბატონო დიდი ბოდიში რომ სტადიონზე აი ერთადერთი მიმაჩნია სტადიონზე იმ ლამაზი ფორმით როგორც თქვენ გააკეთეთ მაშინ ოღონდ იქ იცით მიზანი არ იყო რა რაღაცა თეატრალიზებულ წარმოდგენას დაემსგავსა მოგვეწონა ყველას ის რომ სიმშვიდით იყო ეს ყველაფერი და სახალხო სული იგრძნობოდა და დიდწილოვნება და რაღაცა მაგრამ საქმე იქიდან გამომდინარე არ ჩანს რომ რაღაცა გაკეთებული იყოს ამიტომ ნებისმიერი ასეთი შეხვედრა ესეთი დიდი ღონისძიება აი ასე დიდ საქმეებზე უნდა იყოს აშენებული გამიგეთ აი პატიმრების გამოშვება ერთი საქმე მეორე საქმე კონსტიტუცია საჯაროობაზე იყოს აგებული და ყველა ნიჭიერი ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში და აი ესეთი მშვიდობიანი მუხტით არავითარი გაღიზიანების ეს უნდა მოიხსნას რა იქ იყო ძალიან დიდი ტალღა ემოციის და აი სისხლისადაც დაიღვარა და ეს აფეთქება იმიტომ რომ კარგი აი არა თქვენ ძალიან ზუსტად საკითხი. მოდი მოვყვებით მაგ ლოგიკაში. თქვათ შევგროვდით ხვალინდელ სიტყვაზე ხვალ ადგა და შეგროვდა თელი სტადიონი და მოდით რაღაც პეტიცია ან რაღაც დავწერო და მივმართოთ ხელისუფლებას რომ თუ თქვენ 10 დღის განმავლობაში ჩვენ კიდე პროტესტს გამოთქვათ. გავიდა 10 დღე. შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ დავჯექით არა იცით რა ფინალი მინდა მაგის რადგან ერთი წამით რა ხალბატონო ერთი დიდი ბოდიში თქვენ რასაც საუბრობთ აბსოლუტურად მოყვებით მაგ აი კორკოტამას იგივე გითხათ მაგრამ არა მაგას ჭირდება პოლიტიკური ნება ქვია ამას ნება ჭირდება